ახალგაზრდების როლი ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებსა და სამშვიდობო პოლიტიკაში. ასე ეწოდებოდა ღონისძიებას, რომელიც აფხაზეთობის კვირეულის ფარგლებში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. ღონისძიება მიზნად ისახავდა აფხაზეთის კულტურული, საგანმანათლებლო და სამშვიდობო ასპექტების პოპულარიზაციასა და ახალგაზრდულ წრეებში მათ ინტეგრაციას. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა, რომლებმაც ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე, სამშვიდობო პოლიტიკის გააქტიურებასა და დიალოგში ახალგაზრდების როლის გაძლიერებაზე ისაუბრეს. ღონისძიების ფარგლებში სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებულმა აფხაზური ენის ცენტრმა მესხი ახალგაზრდები ერთობისთვის ლიტერატურულ-თეატრალური დადგმა წარმოადგინეს, რომელიც ცნობილი აფხაზი ხელოვანის ალექსანდრე შერვაშიძის ცხოვრებასა და შემოქმედებას ეძღვნებოდა. ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იყო აფხაზეთის ისტორიული, კულტურული და ემოციური მეხსიერების ამსახველი ფოტომასალა. სოხუმის უნივერსიტეტში გაიმართა მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც ეძღვნებოდა აფხაზეთს, ეძღვნებოდა შერიგების პროცესს და ახალგაზრდების ჩართულობას ამ პროცესში. ძალიან ლამაზი საღამო იყო, წარმოდგენილი იყო სპექტაკლი ალექსანდრე შერვაშიძის შესახებ და ზუსტად ის კულტურა, ის იდენტობა, რომელიც ჩვენ საერთო გვაქვს ჩვენს აფხაზნებთან და დებთან ერთად კიდევ ერთხელ იყო წარმოჩენილი. ჩვენ აფხაზეთი გვახსოვს, ჩვენ აფხაზეთი გვიყვარს, ჩვენ გვიყვარს ის ხალხი, ვისთანაც დროებით დაგვაშორა ამ ძმათამკვლელმა ომმა. დარწმუნებული ვარ, რომ აი ამ თემას საგანგებო პოლიტიკური მნიშვნელობაც ექნება დღევანდელ ღონისძიებასაც, რომელიც შესანიშნავად ჩატარდა აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელობით. ჩვენს თანამოქალაქეებს ენგურს გაღმა კიდევ ერთხელ უგზავნით სამშვიდობო გზავნილს. ყოველი ჩვენი ღონისძიება, რომელიც აფხაზეთს ეძღვნება, აქეთკენ არის მიმართული. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს ძალისხმევას და მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ დღეს იქნება თუ ხვალ იქნება, ჩვენ აუცილებლად ჩვენს მიზანს მივაღწევ და მიზანი მოგეხსენებათ ჩვენი ქვეყნის გამთლიანება არის. გამოვფინეთ ფოტოები, რომლებიც არის საარქივო მონაცემებიდან აღებული, აღდგენილი ღონისძიება იმართება აფხაზეთის მთავრობის ეგიდით და ჩვენ ვართ მოხარული, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი შეირჩა მასპინძელ ორგანიზაციად.